წმინდა დიდებული და ყოლათქებული მოციქული და მახარებელი ლუკა. წმინდა მახარებელი ლუკა სირიის ქალაქ ანტიოქიაში დაიბადა. მისი მშობლები ებრაული წარმოშობის არ იყვნენ. ამაზე ერთი მხრივ თვით სახელი ლუკა მიუთითებს, რომელიც ლათინური ლუკანის შემოკლებული ფორმაა. სახელი ლუკან ებრაულიდან ლათინურად თარგმნილ ზოგიერთ ლუკას სახარებისეულ ხელნაწერ ტექსტში გვხვდება. ლუკას არაებრაულ წარმომავლობას განსაკუთრებით ხაზს უსვამს პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში, როდესაც მას წინადაცვეთილებაში მყოფთაგან, ესე იგი იუდეველთაგან გამოჰყოფს. კოლასელთა მიმართ მეოთხე თავი. მაგრამ ვინაიდან ლუკა მოციქული თავის წერილებში მოსეს ჯულისა და იუდეველთა წესჩვეულებების ზედმიწევნით ცოდნას ამჟღავნებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ ჯერ კიდევ ქრისტიანობაზე მოქცევამდე იუდეველთა სარწმუნოება მიიღო. წარმართები, რომელნიც იუდეველთა სარწმუნოებას მიიღებდნენ, კარიბჭის ხიზნებად იწოდებოდნენ, ხოლო ვინც იუდეველთა სარწმუნოების მიღებასთან ერთად კიდეც წინდან დაიცვეთდა, სიმართლის ხიზნებად. ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების პირველ ხანებში ასათები იყვნენ ეთიოპიელი დედოფლის დიდებული, საჭურისი, რომელიც ფილიპე მოციქულმა მონათლა, საქმე მოციქულთას მერვე თავი. პეტრე მოციქულის მიერ მონათლული რომა ელიასის თავი კორნილიუსი, მოციქულთა საქმეები მეათე თავი. ასეთი იყო ერთ-ერთი 7 დიაკონთაგანი ნიკოლოზი, რომელიც ლუკას მსგავსად ანტიოქიიდან იყო და მრავალი სხვა. ამას გარდა ლუკამ თავის სამშობლოში, რომელიც სხვადასხვა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგების განვითარებით საქვეყნოდ ცნობილი იყო, გონება ამ მეცნიერებათა შესწავლით განიმდიდრა. მოციქულ პავლეს მიერ კოლასელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ვხედავთ, რომ ლუკამ მკურნალობის ხელოვნებაც იცოდა. მოციქული პავლე ლუკას პირდაპირ უწოდებს საყვარელ მკურნალს. გიკითხავს თქვენ ლუკა, მკურნალის საყვარელი, კოლასელთა მიმართ ეპისტოლე მეოთხე თავი. გარდამოცემა იმასაც გვიმტკიცებს, რომ ის მხატვარიც იყო. ასევე უეჭველია, რომ მან საერთოდ საუკეთესო განათლება მიიღო, ვინაიდან მისი ნაწერის ბერძნული ენა გაცილებით სუფთა და უშეცდომოა, ვიდრე ახალი აღთქმის სხვა მწერალთა. როცა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოძღვრებისა და სასწაულთ ქმედების ამბავი გალილეას გასცდა და მთელ სირიას და ახლომახლო ქვეყნებს მოედო, მაშინ ანტიოქიიდან გალილეაში ლუკაც მოვიდა, სადაც უფალი თავისი მხსნელი მოძღვრების თესლს თესდა. ამ თესლმა ლუკას გულში კეთილი ნიადაგი ჰპოვა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო. მალე წმინდა ლუკა ღირსი შეიქმნა მაცხოვრის მიერ 70 მოციქულთა შორის შერაცხულიყო და უფლისაგან სასწაულთ ქმედებასა და ეშმაკთა განსხმის მადლი მიიღო. ამის შემდეგ ლუკა მუდამ მაცხოვრის წინაშე დადიოდა, ცათა სასუფეველის მოახლოებაზე ქადაგებდა და მაცხოვრის წინაშე გზას განამზადებდა. განვიხილოთ ლუკას სახარების პირველი თავის 24 მუხლი. ამ გარდამოცემას თვითონ ლუკა მახარებლის სიტყვები, რომლითაც ის თითქოს და საკუთარ თავს უფლის მხილველ მოციქულთა რიცხვს არ მიაკუთვნებს, სრულიად არ ეწინააღმდეგება. ამ სიტყვებით მახარებელს მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ ის 12 მოციქულთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომელიც რაღა თქმა უნდა უფრო მეტი სახარებისეული მოვლენის თვითმხილველნი იყვნენ, ვიდრე 70 მოციქული, რომელიც უფალს ქადაგებების დროს წინ მიუძღოდნენ. მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებში, როცა მწყემსის შეპყრობის გამო მისი ცხოვარი განიბრინა, წმინდა ლუკა იერუსალიმში იმყოფებოდა, თავის მოძღვარზე წუხდა და ტიროდა, რომელმაც ნეფსით ნება თავს იდვა. შესაძლებელია მაცხოვრის ჯვარცმის დროს იესოს სხვა ნაცნობებთან ერთად მოშორებით ლუკაც იდგა და ჯვარცმულს დიდი გულის ტკივილით შესცქეროდა. ლუკას სახარება 23 თავი. მაგრამ მალე მისი მწუხარება სიხარულმა შესცვალა, რადგანაც მაცხოვარი მას თავისი მკვდრეთით აღდგომის დღესვე გამოეცხადა და საუბრით ანუგეშა, რასაც მახარებელი განსაკუთრებული სიცხადით და სიზუსტით თავის სახარებაში აღწერს.
ლუკას სახარება 24 თავის 13-32 მუხლები. მართალია ლუკა მახარებელი თავის სახელს ამ შემთხვევაში არ ასახელებს, მაგრამ თვითონ თხრობის სიზუსტე ცხადად გვიჩვენებს, რომ მეორე მოწაფე თვითონ იყო. ამის შესახებ გარდამოცემაც მოგვითხრობს. გზავრობის მნებებელთათვის განკუთვნილ ლოცვაშიც ხომ წერია, ვითარცა ლუკას და კლეოპასთანა ემაუსში მოგზაურებდი მაცხოვარ. თავისი მოძღვრის სიკვდილით დამწუხრებული და მენესაცხებლე დედათაგან მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შესახებ უწყებული ცნობით, საგუნებელში ჩავარდნილი ლუკა უფლის სხვა მოწაფესთან, კლეოპასთან ერთად იერუსალიმიდან ემაუსში მიდიოდა. ემაუსი, სოფელი, რომელიც 60 სტადიონით დაახლოებით 12 ვერსი, დაშორებით იერუსალიმის დასავლეთით მდებარეობს. და გზაში იმის თანამგზავრი შეიქმნა, რომელიც არის გზაი და ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი. ორივე მოწაფე ერთად მიდიოდა და ერთმანეთში საუბრობდა, როცა მათ თვით იესო მიუახლოვდა და გზა მათთან ერთად განაგრძო. მარკოს მახარებლის სიტყვებით, მათ უფალი სლვასაშინა გამოეცხადა სხვითა ხატითა. მარკოზი 16-12 მუხლი. და არა იმ სახით, როგორადაც ადრე ისინი უფალს იცნობდნენ. გარდა ამისა, ღმერთის განსაკუთრებული განგებულებით, თვალნი მათნი შეპყრობილ იყვნენ, ისე რომ მათ გამოცხადებული უფალი ვერ იცნეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათთან ერთად იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე მიმავალი ერთ-ერთი მომლოცველი მიდიოდა. რაი არიან სიტყვანი ესე, რომელთა ცილობით ურთიერთას სლვასაშინა და ხარ თქვენ მწუხარე? კითხა მათ უფალმა. ამაზე კლეოპა მოთხრა. შენ მხოლო მწირხარ იერუსალიმს და არა სცანა რაი ესე იქნა მასშინა ამათ დღეთა. და მარქვა მათ, რომელი? ხოლო მათ რქვეს, იესუისთვის ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვითა მისითა, წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა. ვით არ იგი მისცეს მღვდელთ მოძღვართა და მთავართა ჩვენთა სასჯელსა სიკვდილისასა და ჯვარს აცვეს იგი. ხოლო ჩვენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომ მან იხსნეს ისრაელი და ამას ყოველ სათანა ესე მესამე დღე არს, ვინაიდან ესე იქმნა. არამედ დედათაცა ვიეთმე ჩვენგანთა დამაკვირვნეს ჩვენ, ვით არ იგი მივიდეს ცისკარს სასაფლავს ამას. და არ აჰპოვეს გვამი მისი, მოვიდეს და თქვეს, ვითარმედ ხილვაიცა ანგელოზს დაიეხილეს, რომელთა რქვეს მათ, ვითარმედ ცხოველ არს იგი. და მივინმე ვიდეს ჩვენგანიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქვეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს. ხოლო მარქვა მათ, ჰოი უცნობელნო და მძიმენო გულითა, სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინასწარმეტყვენი. ანუ არა ესეთჯერ იყო ვნებად ქრისტესა და შესვლად დიდებასათვისა და იწყო მოსესისგან და წინასწარმეტყველთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთვის. და მიეახლნეს დაბას ამას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმა მიზეზყო უშორესადრე წარსვლაი. ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს, დაადგერ ჩვენთან არამთ მწუხრ არს და მიდრე კილარს დღე და შევიდა დადგომად მათთანა. და იყო ინახით ჯდომას ამას მისცა მათთანა, მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემდა მათ. ხოლო მათ თვალი მათნი განეხვნეს და იცნეს იგი და თავადი მიეფარა მათგან. და იგინი იტყოდეს ურთიერთას, ანუ არა გულნი ჩვენი განხურვებული იყვნენ ჩვენ შორის, ვით არ იგი მეტყოდა ჩვენ გზასაზე და ვით არ იგი გამომითარგმანებდა ჩვენ წიგნთა. ლუკას სახარება 24 თავის 17-32 მუხლები. ლუკას და კლეოპას თავიანთი სიხარულის გაზიარება ქრისტეს სხვა მოწაფეებისადმი იმდენად სურდათ, რომ მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში წავიდნენ. იქ მათ მოციქულნი და მათთან ერთად კიდევ სხვა მოწაფენი, ერთად შეკრებილნი ერთ სახლში ნახეს და უდიდესი სიხარული თამცნეს, რომ მათ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იხილეს და მასთან ისაუბრეს. თავიანთი მხრით მოციქულებმა საუწყეს მათ, რომ ნამდვილვე აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. შემდეგ ლუკა და კლეოპა მოციქულებს ყველაფერი ზედმიწევნით მოუყვნენ, რაც მათ გზაში შეემთხვათ და ისიც თუ როგორ იცნეს უფალი,
განტეხას ამას პორისასა. ლუკას სახარება 24 თავი 36 მუხლი. ხოლო მათ დასარწმუნებლად, ვისაც ეგონა ვითარმეთ სული რაიმე ეხილეს, უფალმა ხელებზე და ფეხებზე სამსჭვალთაგან მიყენებული ჭრილობები უჩვენა და მათ წინაშე ჭამა. ლუკა მახარებელი აქაც კიდევ ერთხელ ღირსი შეიქმნა, თითოფლის ბაგეთაგან ყოველივე იმის განმარტება მოესმინა, რაც მის შესახებ ძველ აღთქმაში წერია და მასაც სხვა მოციქულებთან ერთად განუხსნა გონებანი გულისხმის ყოფად წიგნთა. ლუკას სახარება 24 თავი 45 მუხლი. მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ წმინდა ლუკა სხვა მოციქულებთან ერთად რამდენიმე ხანს იერუსალიმში იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ გარდამოცემის თანახმად თავის სამშობლოში, ანტიოქიაში წავიდა, სადაც იმ დროს უკვე მრავალი ქრისტიანი იყო. გზად მან ქადაგებით სამარიის მთავარი ქალაქი, სებასტია გაიარა, სადაც იოანე ნათლისმცემლის უხსნელი ნაწილები ესვენა. სებასტიიდან გასვლისას წმინდა ლუკას მათი თავის სამშობლოში წაბრძანება სურდა, მაგრამ იქაურმა ქრისტიანებმა, რომლებიც უფლის წინამორბედს უდიდეს პატივს მიაგებდნენ, წმინდა მოციქულს ამის უფლება არ მისცეს. მაშინ წმინდა ლუკამ ანტიოქიაში ნათლისმცემლის მარჯვენა წააბრძანა, რომლის ქვეშაც წმინდა იოანესგან ნათლისღების მიმღებმა მაცხოვარმა თავისი უხსნელი თავი მოიდრიკა. წმინდა ლუკა ანტიოქიელ ქრისტიანთა გასახარად და სანუგეშოდ ამ შეუფასებელი განძით სამშობლოში დაბრუნდა. წმინდა ლუკა ანტიოქიას მხოლოდ მაშინ განეშორა, როცა წმინდა მოციქულ პავლეს თანამგზავრი და თანაშემწე გახდა, რომელსაც ზოგიერთი ძველი მწერლის თანახმად ნათესავად ერგებოდა. ეს უკვე მოციქულ პავლეს მეორე სამოციქულო მოგზაურობის დროს მოხდა. ეს სამოციქულო მოგზაურობა 52-დან 55 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროს მოციქული ლუკა მოციქულ პავლესთან ერთად ქრისტიანობის საქადაგებლად საბერძნეთში წავიდა. წმინდა პავლემ ის მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ეკლესიის გამტკიცებისა და მოწყობისთვის დატოვა. ამ დროიდან წმინდა ლუკა რამდენიმე წლის მანძილზე მაკედონიაში ქრისტიანობის გავრცელებისათვის იღვწოდა. საქმე მოციქულთა მე-20 თავის მე-6 მუხლი. მაკედონია საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. რამდენიმე ხანს ის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელიც განსაკუთრებით ალექსანდრე დიდის მეფობის ხანაში განდიდდა. საერთოდ ის ისევ სწრაფადვე დაეცა, როგორც აღზევდა. მოციქულთა დროს მაკედონია რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ის ერთხანს თურქების ხელმწიფების ქვეშაც იყო. ფილიპე მაკედონიის სასაზღვრო ქალაქია, რომელსაც ეს სახელი მაკედონიის მეფის ფილიპეს პატივად ეწოდა, რომელმაც ის განაახლა და განამტკიცა. როცა მოციქული პავლე თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობის დასასრულს ფილიპეს ისევ ეწვია, ლუკა მისი ბრძანებითა და სხვა ყველა მორწმუნეთა გამორჩევით კორინთოში პალესტინელ ღარიბ ქრისტიანთათვის დახმარების შესაგროვებლად მიავლინეს. და მისთანა მოვავლინეთ ძმაი, რომლისა იგი ქება ისახარება საშინა ყოველთა მიერ ეკლესიათა და არა ხოლო თუ ესე, არამედ ხელთ დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანაგუნდად ჩვენ და მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩვენ მიერ თავადი სუფლისას ადიდებლად და გულსმოდგინებისა თქვენისათვის. მეორე კორინთელთა. ძველი განმამტკიცებლები ძმაში მოციქულ ლუკას გულისხმობენ. წმინდა იოანე ოქროპირი აქ წმინდა ლუკას ეპისკოპოსად დადგენაზეც საუბრობს. ხელთ დასხმითაცა იკურთხა. დახმარების შეგროვების შემდეგ წმინდა ლუკა მოციქულ პავლესთან ერთად პალესტინაში გაემგზავრა. როცა მოციქული პავლე პალესტინის ქალაქ კესარიაში შეიპყრეს და დაცვის ქვეშ ჰყავდათ, წმინდა ლუკა მას აქაც არ განშორებია. მან მოციქული პავლე არც მაშინ მიატოვა, როცა ის რომში კეისრის სამსჯავროზე წარსადგენად მიჰყავდათ. მან მოციქულ პავლესთან ერთად ყველა ის სიძნელე გადაიტანა, რაც ზღვაზე მგზავრობისას თავს გადახდათ, ისე რომ მათ სიცოცხლესაც კი საფრთხე ემუქრებოდა. ეს ხანგრძლივი და განსასწრებით ახსავსე მგზავრობა მოციქულმა ლუკამ წმინდა მოციქულთა საქმეების 27 და 28 თავებში აღწერა. რომში ჩასული ლუკა
მოციქულ პავლეს არც იქ განშორებია და მარკოსთან, არისტარხოსთან და მოციქულის სხვა თანამგზავრებთან ერთად ძველი მსოფლიოს დედაქალაქში ქრისტეს ქადაგებდა. ეს ყოველივე ნათლად ჩანს იმ დროს პავლე მოციქულის კოლასელთა და ფილიმონისადმი მიწერილი ეპისტოლეებიდან. რომში მოციქულმა ლუკამ თავისი სახარება და წმინდა მოციქულთა საქმენი დაწერა. სახარება 61-62 წლებში დაწერა მოციქულმა ლუკამ, ხოლო საქმენი წმინდათა მოციქულთანი 63 წელს. მოციქულმა ორივე წიგნი ერთი კაცისთვის, თეოფილესთვის დაწერა რომში, რომელიც გარდამოცემით ანტიოქიელი წარჩინებული ქრისტიანი იყო. მოციქულმა თავის სახარებაში ჩვენი უფლის მიწირი ცხოვრება ზედმიწევნით გადმოსცა, რომელშიც არა მხოლოდ თავის მიერ ხილული და მოსმენილი გადმოსცა, არამედ მათ ნათქვამსა და გარდამოცემულს, რომელი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის, დიდი ყურადღებით მოეკიდა და აღწერა. ამ საქმეში მას მოციქული პავლე ხელმძღვანელობდა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, სხვა მახარებელთაგან წმინდა ლუკა გამოირჩევა დიდი სისრულით, რომლითაც ის სახარების მოვლენებს აღწერს. იწყებს რა იოანე წინამორბედის შობით, რომელზეც მხოლოდ ის საუბრობს. მსგავსადვე სახარების ბოლო მოვლენები მაცხოვრის ზეცად ამაღლება, რასაც მათე და იოანე საერთოდ არ იხსენიებენ, ხოლო მარკოზი მხოლოდ გაკვირით, წმინდა ლუკა ზედმიწევნით აღწერს. საეკლესიო წესდებით ლუკას სახარება ლიტურღიაზე ყოველდღე იკითხება მე-17 შვიდეულიდან 29 შვიდეულამდე, სრულთმოფენობის შემდეგ, ხოლო 29 შვიდეულიდან ხორციელის კვირიაკემდე, მხოლოდ შაბათ-კვირას, ასევე ხორციელი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს. ამ საქმეში მას მოციქული პავლე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბოლოს წმინდა ლუკას მიერ აღწერილი სახარება მოიწონა და შეაქო. როგორც საეკლესიო გარდამოცემა მოგვითხრობს, წმინდა ლუკამ მოციქულთა საქმენიც პავლე მოციქულის ბრძანებით დაწერა. შენიშვნა. მოციქულთა საქმეებში წმინდა ლუკა ზედმიწევნით გადმოსცემს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის ფაქტს და მათ ყოველსაგმირო საქციელს, რომელთაც ისინი იუდეაში და სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტეს სახარების გავრცელების დროს იჩენდნენ. წმინდა ლუკა განსაკუთრებით, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, მოციქულ პავლეს საქმიანობას აღწერს, რომლის საყვარელი მოწაფე და უახლოესი თანამოღვაწეც იყო. რომში 2 წლიანი პყრობილობის შემდეგ მოციქული პავლე გაათავისუფლეს. მან რომი დატოვა და ადრე მის მიერ დაარსებული ეკლესიები მოინახულა. წმინდა ლუკა აქაც მის გვერდით იყო. მალევე იმპერატორმა ნერონმა რომში ქრისტიანების წინააღმდეგ საშინელი დევნა წამოიწყო. მოციქული პავლე ამ დროს რომში მეორედ მიდის, თავისი სიტყვითა და მაგალითით, დევნულ ეკლესიას განამხნევებს და თუ ღმრთისათვის სათნო იქნებოდა, მორწმუნეებთან ერთად მოწამეობის გვირგვინის მისაღებათაც მზად იყო. ის რომში წარმართებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩასვეს. წმინდა ლუკას თავისი მოძღვარი აქაც არ მიუტოვებია და მაშინ როცა მოციქული პავლე ყველამ მიატოვა, მხოლოდ ლუკაღა იყო მასთან. მოციქული ტიმოთეს გულნატკენი მისწერს. რამე თუ დიმა დამიტევა მე და შეიყვარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისკე გალატიად, ტიტე დალმატიად, ლუკა არს მარტოი ჩემთანა. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე. სარწმუნოა, რომ ლუკა მოციქულ პავლეს რომში მოწამეობრივი აღსასრულის მოწმეც იყო. მოციქულ პავლეს მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ წმინდა ლუკა როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს ქრისტეს იტალიაში, დალმაციაში, გალიაში და განსაკუთრებით მაკედონიაში ახარებდა, სადაც ის ადრეც რამდენიმე წელი იღვწოდა. მოციქული მაკედონიის მეზობლად აქაიაშიც ქადაგებდა. ღრმა მოხუცებულობაში მოციქულმა ლუკამ თავს იდვა ეგვიპტეში წასვლა და იქ ქრისტეს დიდებული სახელისთვის მრავალი შრომა და შეურაცხყოფა დაითმინა. ის ეგვიპტეში ლიბიის გავლით ჩავიდა. შენიშვნა. ლიბია, ჩრდილოეთ აფრიკის პროვინცია. იქ მრავალი ბერძნული კოლონია იყო.
ბერძნები ოდესღაც მთელ აფრიკას ლიბიას უწოდებდნენ. და ეგვიპტესა და თებაიდაში ქრისტიანობაზე მრავალი მოაქცია. ალექსანდრიაში მარკოზ მახარებლის მიერ ხელდასხმულ ანიანის ნაცვლად, რომელიც ქრისტეს ეკლესიაც 22 წელი ემსახურებოდა, ეპისკოპოსად ხელნი ვინმე აბილს დაასხა. საბერძნეთში დაბრუნებულმა განსაკუთრებით ბეოტიის მხარეში ეკლესია კეთილმოაწყო. შენიშვნა: ბეოტია, პროვინცია შუაგულ საბერძნეთში. მღვდლებსა და დიაკვნებს ხელნი დაასხა და სნეულთ, როგორც ხორციელად, ასევე სულიერად კურნებდა. თავისი მეგობრისა და მოძღვრის, მოციქულ პავლეს მსგავსად, წმინდა ლუკას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე. წმინდა ლუკა 84 წლის ასაკში მოწამეობრივად აქაიაში აღესრულა. წარმართება მოციქული ჯვრის არქონის გამო ზეთისხილის ხეზე მიამსჭვალეს. შენიშვნა: როგორც მოწმობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი იმპერატორ იულიანესადმი თავის პირველ სიტყვაში. ქრისტიანებმა მოციქულის წმინდა სხეული ბეოტიის მთავარ ქალაქ თებეში დაკრძალეს, სადაც მრავალი სასწაულის აღმასრულებელი მისი წმინდა ნაწილები მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრამდე ბრძანდებოდნენ, ხოლო შემდეგ იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. წმინდა ლუკას ნაწილების ადგილმდებარეობა იმ კურნებათა მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც მის საფლავთან აღესრულებოდა. განსაკუთრებით მრავლად აქ თვალის სნეულებით დაავადებულნი იკურნებოდნენ. ღმერთი ამ ადგილას მაკურნებელ წყალს აწვიმებდა ხოლმე, რომელსაც სნეულნი თვალებზე ისვამდნენ და იკურნებოდნენ. იმპერატორ კონსტანტინე დიდის ვაჟმა კონსტანციმ, რომელმაც ერთი აქაიელი ეპისკოპოსისაგან თებეში წმინდა ლუკას სხეულის მყოფობის შესახებ შეიტყო, მოციქულის წმინდა ნაწილების დედაქალაქში გადმოსვენებისათვის თებეში ეგვიპტის მმართველი არტემი გააგზავნა, რომელმაც მოციქულის წმინდა ნაწილები დედაქალაქში დიდი ზეიმით გადაასვენა. შენიშვნა: წმინდა მოწამე არტემის ხსენება 20 ოქტომბერს აღესრულება. მოციქულ ლუკას წმინდა ნაწილების დედაქალაქში გადასვენებას ეკლესია 22 აპრილს აღნიშნავს. ზღვის ნაპირებიდან მოციქულის წმინდა ნაწილების ტაძარში გადასვენების დროს ასეთი სასწაული აღესრულა. ვინმე საჭურისი ანატოლი, ხელმწიფის მესაწოლე ფარეშთაგან ერთ-ერთი, უკურნებელი სენით იყო დაავადებული. მან კურნალებში მრავალი ოქრო დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ და ახლა ის წმინდა ლუკას განკურნებას ევედრებოდა. ამასთან ის მოციქულის ლუსკუმასთან მივიდა და რამდენადაც ძალა შესწევდა, ხალხს მის ზიდვაში ეხმარებოდა. და რა მოხდა? როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ მას ლუსკუმა სხვებთან ერთად მოციქულთა ტაძრამდე დიდი სიხარულით მიჰქონდა, სადაც წმინდა ლუკას ნაწილები წმინდა მოციქულებთან, ანდრიასთან და ტიმოთესთან ერთად ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. შენიშვნა: წმინდა ანდრია პირველწოდებული 12 მოციქულთაგანი, წმინდა ტიმოთე 70 მოციქულთაგანი იყო ქალაქ ეფესოს ეპისკოპოსი, მცირე აზია. აქ მოციქულის წმინდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ და ქრისტიანთა მიერ განსაკუთრებულად განიდიდებოდნენ. ძველი საეკლესიო მწერლები გვამცნობენ, რომ წმინდა ლუკამ პირველ ქრისტიანთა საღმრთო თხოვნა დააკმაყოფილა და პირველმა დახატა საღებავებით ყოლა წმინდა ქალწულის სახე, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უკავია. ამის შემდეგ მან ყოლა წმინდა ქალწულის კიდევ 2 ხატი დაწერა და კურთხევისთვის ღვთისმშობელს მიართვა. მან ხატები დაათვალიერა და თქვა: ჩემგან შობილის მადლი და ჩემი წყალობა ფარავდეს ამ ხატებს. შენიშვნა: მოსკოვში მიძინების ტაძარში ბრძანდება ვლადიმირის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საეკლესიო გარდამოცემის თანახმად ასევე ლუკა მახარებელმა დაწერა. წმინდა ლუკამ ძელის დაფებზე მოციქულთა თავთა, პეტრეს და პავლეს სახეებიც დახატა,
რითაც სათავე კეთილ და დიდებულ საქმეს, ღვთის სადიდებლად, წმინდა ხატთა თაყვანისცემას დაუდო. ამინ. ტროპარი. მოციქულო წმინდაო ლუკა, ევედრე მოწყალის აღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი. კონდაკი. ჭეშმარიტსა ქადაგსა, კეთილმსახურებისა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორთა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამე თუ სიტყვა მან გამოაჩინა იგი პავლეს თანაბრძნისა, წარმართა მოძღვრად, ხოლო მან რომ მან უწყის გულთა შინანი. ამინ.